რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 104 წევრმა, ფორუმი არის, ხდომა გახსნილია. კოლეგებო, ვაგრძელებთ დამტკიცებული დღის წესრიგი, დღეს საქმიანობას, დღეს გვექნება ჩემი ანგარიში ყოველწლიური და ასევე ნაცნობ მოძრაობას აქვს მოთხოვილი თავისუფალი ტრიბუნა, რომელიც დღეს მეორე ნახევარში იქნება. სხვა საკითხები დღეს არ გვექნება, ვინაიდან ჩემი ანგარიში არის და მომიწევს ტრიბუნაზე გამოსვლა, ვთხოვ ბატონ გიაბორსკის გაუძღვეს პლენარულ სხდომას. მაშასე განსახილველი საკითხები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ შალვა პაპუაშვილს ვთხოვ ტრიბუნასთან. მოგესალმებით აბატონებო და ბატონებო, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს მთავრობის წევრებს, თბილისის მერს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს დიასპორას, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მიმართვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო გამოსვლა. ამიტომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და 2023 წლის ანგარიშთან ერთად შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს, რომლებიც პოლიტიკური და შეიძლება ითქვას ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე ეპოქალური გამოწვევისთვის თავის გართვევა. მართლაც, საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული. პანდემია დასრულებული არ იყო, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე. ჩაბმული იყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 90-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია. ამ ორი უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლიანი და პატრიოტი პოლიტიკური ოპოზიცია ხარში დაუდგებოდა და ქვეყნის გაერთიანებაში დაეხმარებოდა. საქართველოში კი პირიქით მოხდა. რეალურად ოპოზიციის რადიკალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის მესამე დიდ საფრთხედ იქცა. ყველას გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალიზაციის მასშტაბი, როდესაც არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების პროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების ცდილობასაც კი არ მოერდნენ. მსგავსი რამ განმეორდა 2022 წელს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად ოპოზიცია საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა და ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლების გაგზავნისა და რუსეთთან სანქციების ომში ჩაბმისკენ ღიად მოუწოდებდა. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის, პანდემიის, ომის და რადიკალიზმის გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვეთმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა. ეს შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის კონტექსტი, რომელშიც საქართველოს პარლამენტის საქმიანობა უხდებოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. და მაინც ამ გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტს საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად. ამ კონტექსტში წარმოგიდგენთ 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის რამდენიმე ძირითად მონაცემს, უფრო დეტალურად 2023 წლის ანგარიში ბეჭდურის სახით დარიგებულია და ასევე ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე. 2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა. აღსანიშნავია, რომ 65 სხდომიდან 10, რაც სხდომების 15% შეადგენს, ოპოზიციამ სხვადასხვა კონფიგურაციით ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია. პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო. მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია ისეთი კანონები, როგორც არის წყლის რესურსების მართვის შესახებ, სამრეწველო ემისიების შესახებ, ტურიზმის შესახებ, საჯარო შესყიდვების შესახებ, ელექტრონული კომერციის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, თავდაცვის კოდექსი, პენიტენციური კოდექსი, მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა სწორედ მსგავსი საკითხებია, რომლებიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის. საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დაამუშავა 620 საკანონმდებლო ინიციატივა, 54 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, ანგარიში, ნდობის მისაღება წარმოდგენილი კანდიდატები, განსახილველად შემოვიდა 152 საკანონმდებლო წინადადება და 8 პეტიცია. საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 139-მა წევრმა. ბოლო წლებში რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტმა უფრო მკაფიოდ მონიშნა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია საზედამხედველო საქმიანობა, რაც ხაზს უსვამს დემოკრატიული რეფორმების ეფექტურობას, რომლებიც ბოლო წლებში იქნა განხორციელებული. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების გზით აქტიურად ახორციელებდა საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. 65 პლენარული სხდომიდან თითქმის ნახევარზე, 30 პლენარულ სხდომაზე მოხდა პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული უწყებების მოსმენა. კერძოდ, 2023 წელს პარლამენტში გაიმართა პრემიერ-მინისტრის 2, მინისტრების 18 და ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წარმომადგენლების 10 მოსმენა. საანგარიშო პერიოდში უწყებებში გაიგზავნა საქართველოს პარლამენტის 58 წევრის მიერ დასმული 3000-მდე კითხვა. ზოგადი საზედამხედველო ინსტრუმენტების გარდა, ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრის ფარგლებში ნაყოფიერად გაგრძელდა თავდაცვა უსაფრთხოების სფეროს უწყებების საპარლამენტო ზედამხედველობა. აქაც აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრიდან არც ერთ შეხვედრას ხაზს უსვამ, არც ერთს არ დასწრებია ნდობის ჯგუფის ოპოზიციური წევრი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან. რაც კარგად აჩვენებს საჯარო თუ უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი ჩივილის მიღმა, თუ რამდენად რეალურია ოპოზიციის ინტერესი უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველობის მიმართ. პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღიაობას და გამჭვირვალობას და ამ მხრივ წლებია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუციას. 2023 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 383 განცხადება, რომელსაც ყველას სათანადოდ გაეცა პასუხი. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ამოქმენდა პარლამენტის სატელევიზიო არხი, სადაც გადაიცემა პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების და პლენარული სხდომების ყველა ასეთი სხდომა. ამას ემატება პარლამენტის YouTube არხი, სადაც პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია პარლამენტის სხდომების სრული ვიდეო არქივი დაწყებული 2022 წლის სექტემბრიდან. სიახლის სახით გეტყვით, რომ დღეიდან პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამებიც. დღეს უკვე სრულად არის ატვირთული 2023 წლის სტენოგრამები,
ეტაპობრივად შეივსება წინა წლების არქივებს. ქალბატონებო და ბატონებო, გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნება იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარ საარჩევნო დაპირებას 2024 წლისთვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა წარმოადგენდა. ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირის წევრობისთვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით. საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი ითვისდა. საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომებზე მოხერხდა 100-მდე თვისებრივად უმნიშვნელოვანესი კანონისა და რეგულაციის მიღება, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გავაძლიერეთ საქართველოს პარლამენტის საზოგადოებრივი ინსტრუმენტები, შევქმნით უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ანტიკორუფციული მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემა. ავირჩიეთ ახალი სახალხო დამცველი და სრულად დავაკომპლექტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, საქართველოს წინსვლის შესახებ ხმა ვივაწვდეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს. ამ მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების 10 პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა კონსულტაციების სხვადასხვა ფორმატში, მსგავსი მოტივაციით ვიცე-სპიკერებმა, მეგობრობის ჯგუფებმა, კომიტეტებმა და მუდმივ მოქმედა საპარლამენტო დელეგაციებმა ასობით შეხვედრა გამართეს ევროკავშირელ კოლეგებთან. საქართველოში ვუმასპინძლეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის 9 პარლამენტის თავმჯდომარეს, სლავკოვის ფორმატში ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის სპიკერებს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 52 სესიას. ეს ყველაფერი ერთი მიზნით, ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად. შედეგად დაფასდა ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და საქართველოს მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს და უცხოელ პარტნიორებს, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ყველას, ვინც თავისი შრომით, ემოციით, გულშემატკივრობით, თავისი წვლილი შეიტანა ამ ბიზნეს მიღწევაში. ამავე დროს, ქალბატონებო და ბატონებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ ერმაც და მოყვარემაც კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნდობლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენას დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. და ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე. დავიწყოთ დეზინფორმაციით, რომელიც 3 წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გარღვევების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა. წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა პრორუსულობა დაებრალებინა მართველი პარტიისთვის. ეს ცდილობა ვლინდებოდა შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში, იღვრებოდა ოპოზიციის კუთვნილი ტელევიზიებიდან, გვესმოდა ოპოზიციასთან შეხმატკივრებული უცხოელი აქტორებისგან. მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა, არც თუ ფაქტებით, არამედ ოდნავ მაინც გამართული ლოგიკით აეხსნა, რატომ ესხმით თავს ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, რომელიც არც წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულ პოლიტიკას. საქართველოს მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოსთვის, რომელსაც არ იცავს არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის სისტემა, ამგვარი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა ერთადერთი გზაა, რათა თავი გადაიჩინოს ძალით არათანაზომადად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან
ისტორიულ ჭიდილში და მიაღწიოს სანუკვარ მიზნებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ევროპულ ოჯახში თავის დამკვიდრებას. ეს ესმის ყველას, ევროპაშიც და ამერიკაშიც, დიდსაც და პატარასაც. შეუძლებელია ეს არ ესმოდეს ოპოზიციას. ამიტომ მათ მიერ რუსეთის საკითხის უპასუხისმგებლო სპეკულირება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შეგნებული და გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას. უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის. მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ 10 წლების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს. როდესაც ჩვენ ხმას ვიმაღლებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო. მანამდე კი გვახსოვს გადატვირთვებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთების კომფორტის გამო, მაშინდელი სამეზობლოს შემავიწროებელი დღეს გლობალური მასშტაბის აგრესორად იქცა. კარგი იქნებოდა თუ ზოგიერთების თვალსაჩინო და მეხსიერების კალენდარი არა 2022 წლიდან, არამედ 1801 წლიდან, 1921 წლიდან, ან თუნდაც 1988 წლიდან დაიწყებოდა. თუმცა ამას არ დაუბრკოლებია ჩვენი ქვეყანა თავისი ღირსეული წვლილი შეეტანა მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებაში. წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. ჩვენი მამაცი სამხედროები იბრძოდნენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ ყველგან, სადაც ჭირდებოდით ჩვენს მეგობრებს. არც ერთი წამით, არც ერთი სანტიმეტრით, არც ერთ ადგილას უკან არ დაგვიხევია. შევდიოდით იქ, სადაც სხვები ვერ ბედავდნენ. ვასრულებდით სხვებისთვის შეუსრულებელ მისიებს და ოპერაციებს. იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად სხვებსაც შვიდაც ძინებოდათ. საქართველოს, ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო. ჩვენ არ გვიკვირს ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გულმავიწყობა, უმოქმედობა და უცაბედი გამოფხიზლება. ამ ორი წლის წინ ჩვენ გვიკვირს და გვტკივა ჩვენი სისხლის და ხორცის, ჩვენი ოპოზიციის მცდელობა ქვეყანა სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ, მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლების მოპოვების შანსი ჩაიგდოთ ხელში. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და ყველამ დაინახა, რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს რადიკალიზმი და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა. ჩვენ შევძლებთ ქვეყნისთვის აგვერიდებინა სასიცოცხლო საფრთხეები და არა მარტო შეგვენერჩუნებინა სუვერენიტეტი, არამედ უპრეცედენტო ტემპებით წინ წაგვეწია ეკონომიკა და ისტორიული ნაბიჯები გადაგვედა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ქალბატონებო და ბატონებო, მთავრობისათვის პრორუსულობის დაბრალება მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იყო ოპოზიციის სამარცხინო არსენალში. არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის ის, რაც ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იკადრა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ლამის 1 წლის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე. ხოლო საქმეზე რომ მიდგა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების წარდგენა ითხოვა, ვერანაირი დასაბუთებული პრეტენზია ვერ იქნა წარმოდგენილი და მთელი ეს ყალბი კამპანია ხუხულასავით ჩამოიშალა. მართალია დეზინფორმაცია გამოაშკარავდა და სიყალბეც გაირკვა, მაგრამ საქართველოშიც და უცხოეთშიც უსიამოვნო ჩარჩა განცდა, რომ თითქოს რაღაც არ იყო წესრიგში, თითქოს ადგილი ჰქონდა დემოკრატიის დარღვევას. საბოლოოდ დეზინფორმაციის ამოცანა ხშირად ხომ ზუსტად ესაა. დატოვოს უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, თუ რა არის სიმართლე და ჭეშმარიტება. სამწუხაროდ ჩვენმა ოპოზიციამ აქტიურად აითვისა ეს მარტივი, უხეში და სამარცხინო მეთოდი და დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და ჩვენ საზოგადოებას მარტო გვიწევდა. კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები,
რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდევაც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა. ვინაიდან რადიკალიზმი ქართული კულტურისთვის უცხო და მიუღებელია, ამიტომ რადიკალი პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რომელიც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული. ხალხი არ უსმენს რადიკალებს. რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო გასული წლის მარტის აქციები და კამპანია, რომელიც მიმართული იყო ჩვენი განზრახვის წინააღმდეგ, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა უცხოეთიდან შემოსული ფინანსები საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციას და მათ მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებს რიგ შემთხვევაში არამიზნობრივად და უკანონოდ ხმარდება. დრომ გვიჩვენა, რომ სიმართლე არ აღმოჩნდა კანონპროექტით შეშფოთებული ჯგუფების მაშინდელი მტკიცება, თითქოს უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის ისეთაც გამჭვირვალეა. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა. დრომ ასევე ყველას დაანახა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალების შესახებ არანაირად არ იყო არც კანონი აგენტების შესახებ და არც რუსული კანონი. გარდა იმისა, რომ ყველა დარწმუნდა, რომ კანონპროექტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის პირდაპირი სიტყვასიტყვითი თარგმანი, საზოგადოებამ ისიც კარგად დაინახა, თუ როგორ წარმოიშვა და ყოველგვარი ისტერიის გარეშე ახლაც განიხილება ევროკავშირში ამგვარი კანონის მიღების იდეა. და ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ ვარსებობთ საერთაშორისო უსაფრთხოების უპრეცედენტო დაძაბულობის ეპოქაში, როდესაც იათაქვეშა ჰიბრიდული ოპერაციები პოლიტიკის ლამის ბუნებრივ იარაღად იქცა. ყველა სახელმწიფოს ვალია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის მედეგობა გარე გავლენების მიმართ. გამჭვირვალება, როგორც დემოკრატიის თეორია გვასწავლის, მსგავსი თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი იარაღია. ამიტომ გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე საქართველოში უცხოეთის მიერ წარმოებული ფინანსური ოპერაციები და რატომ ართმევენ საზოგადოებას უფლებას იცოდეს, რომელი წყაროებიდან ფინანსდებიან და რა ინტერესების დგას მათ უკან, ვინც სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეობას ითხოვს. მარტის ძალადობრივმა აქციებმა დაგვანახა, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში რადიკალიზმის ალაგმაში. მათი მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი ორაზროვანი განცხადება შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული რადიკალური უპასუხისმგებლო ჯგუფების მიერ სახელმწიფოსა და დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ. რაც ბოლო აქციების დროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილებით ადამიანების ცოცხლად დაწვის ცდილობაში გამოიხატა. ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს. არ დავიწყებ მაგალითების მოტანას, ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამო განცდა საქართველოს მისამართით. დეზინფორმაციის კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეულ იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ რამენაირად ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში. რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით არის ერთი გარემოება, რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი. ჩვენ 2 წელია ვაკვირდებით, თუ როგორ წესდება სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის მიმართ. ხედავთ, რომ სანქციების შინაარსი და განსაკუთრებით კი მისგან გამონაკლისების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხანგრძლივი განსჯის საგანი ხდება ხოლმე.
რაც ბუნებრივია. რუსეთისთვის მისი აგრესიული ომის გამო საზღაურის დაწესების ყვალდაკვალ ყველა წევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ისეთი სანქცია არ დაწესდეს, რომელიც მის უსაფრთხოებას თუ ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს. ამიტომ განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, სანქციების დაწესების დროს საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტერესები განხილვის საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, რომ არ მონაწილეობთ გადაწყვეტილების მიღებაში, სწორედ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სოლიდარობის გამო ჩვენ ავიღეთ ვალდებულება უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად და როგორც ყოველთვის ჩვენ პირნათად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. დაბოლოს, დეзინფორმაციის კამპანიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებით და ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამეს და სიკვდილის პირას იყო. როდესაც ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფო დაივიწყა ავადმყოფობის მითი და გამოჯამრთელებული პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში. მოგვიანებით უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრის მეშვეობით გაირკვა და მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციების, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის, სოფლიო პრესასა და ტელევიზიებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ინტერვიუების უკან ლობისტებისთვის გადახდილი მილიონობით დოლარი იდგა და დგას. სამწუხაროდ ისევ და ისევ სააკაშვილის დეзინფორმაციას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის სამარცხვინო მხარდაჭერა. ტყუილი მალე გამოაშკარავდა. ყველამ კარგად დაინახა სად დგას სიმართლე, თუმცა აქაც სამწუხაროდ ბევრს ქვეყნის შიგნით და გარეთ მაინც დარჩა უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს. სწორედ დეзინფორმაციის შედეგია ეს უარყოფითი აღქმა, როგორც ეს იყო არჩევნების ვითომ და გაყალბების და სანქციების ვითომ და გვერდის ავლის შემთხვევაში. ამ და სხვა შემთხვევებში სახელმწიფოსთან ერთად უშუალო დარტყმის სამიზნე ქართული მართლმსაჯულება ხდება. მაშინ, როცა სურდათ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება, სწორედ ასეთ საქმეებს იშველიებდნენ მტკიცებულებად. რუსთავი 2 საქმე, ახალაიას საქმე, აქციის დაშლისას ძალის გადამეტების საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე. ეს ის საქმეებია, რომლებზეც წლების განმავლობაში იყო აწყობილი ქართული სასამართლოს სახელის შებღალვის კამპანია. დღესაც ინტერნეტში ადვილად მოიძიებთ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორის ძველ განცხადებებს ამ საქმეებზე, სადაც ისინი აპროტესტებენ, გმობენ, უკუსლად აფასებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საბედნიეროდ ამგვარ დეзინფორმაციას აქვს ზღვარი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში კაფიოდ გაავლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებმა, რომლებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ამ საქმეში მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა. დღეს ჭეშმარიტების გამჟღავნების შემდეგაც კი არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ მათი საქციელის გამო ვინმე ბოდიშს მოიხდეს. მაგრამ მოუწოდებ ყველას, რომ დღევანდელი დღის შემდეგ მაინც უფრო მეტად დაფიქრდნენ, ისწავლონ გასული პერიოდის გაკვეთილები და ნებით თუ უნებლიეთ მომავალში მაინც ნუ გახდებიან დემოკრატიული ინსტიტუტების დამაზიანებელი დეзინფორმაციის ხელშემწყობი. ქალბატონებო და ბატონებო, ამგვარად ყველასთვის ცხადია, რომ დეзინფორმაციამ წალეკა ქართული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში. დეзინფორმაციამ განაპირობა ემოციები, ხოლო ემოციებმა გამოიწვია დიდი უარყოფითი ენერგიის დაგროვება პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაში. ხშირად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ უარყოფით ენერგიას პოლიტიკურ პოლარიზაციას უწოდებენ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი იდეური ან ღირებულებითი ნიშნით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება. პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე. რადიკალიზმი წარმოადგენს პოზიციას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ.
თითქმის 4 წელია ოპოზიციის ნაწილი სწორედ რადიკალიზმის ამგვარი გამოვლინებითაა დაკავებული. შეიძლება ითქვას, რომ რადიკალიზმის ფესვები კიდევ უფრო შორს მიდის. 2012 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები ყოველ ჯერზე არჩევნების წაგების შემდეგ უარყოფენ არჩევნების შედეგებს ან ბოიკოტს უცხადებენ მათ. არც ერთ შემთხვევაში მათ არ წარმოუდგენიათ ოდნავ მაინც დამაჯერებელი დასაბუთება თუ რის საფუძველზე უარყოფენ მმართველობის დემოკრატიულად არჩეული სტრუქტურების ლეგიტიმურობას. მეტიც, მათი რიტორიკა მუდმივად მიმართულია არა დემოკრატიული და კანონიერი, არამედ ძალისმიერი და უკანონო მეთოდებით ხელისუფლების შეცვლისკენ. ხდება ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკური იარაღად გამოყენება. ამ გზაზე არაფერი წმინდა მათთვის აღარ არსებობს. რადიკალებმა განხეთქილების საბაბად აქციეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა. 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების თარიღი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეც კი და ესეც არ იკმარეს და სულ ახლახან პოლიტიკურ იარაღად სადეს ექციათ შობის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია. როდესაც პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ კონკრეტული პირები ცდილობენ ამგვარად მოახდინონ საზოგადოების გახლეჩა და ნებისმიერი საკამათო თემის პოლიტიკური იარაღად გამოყენება, ცხადია, რომ ამგვარ ძალებთან თანამშრომლობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთული იქნება. რაოდენს სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებას. 2 კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოусმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწმილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საქართველოს მთავრობის მკაფიო ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო პოლიტიკური აქტივობების განხორციელება. ჩვენი შეფასება პირდაპირ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად მიუთითეს საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ და მაინც მან გადაწყვიტა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილება უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარლამენტი, კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ინტერესები. ერთი წამი წარმოვიდგინოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვან ხელისუფლების სხვა შტოებმა. ეს არის ის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, საზოგადოებას, მომავალთაობას. ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია. ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარარა არა ქართული ოცნება, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები. 2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორის ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული. ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომლებიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებს. მეორე, საქართველოს გარშემო სულ უფრო ფართოვდება ცეცხლის, აგრესიისა და ძალადობის რკალი. უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე ჩვენი პარტნიორი დემოკრატიები არნახული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. დემოკრატიული თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს საქართველოს როგორც დემოკრატიული სტაბილურობის ოაზისის გადარჩენა და განვითარება.
ამისთვის ყველა ჯანსაღი ძალა ქვეყნის შიგნით და გარეთ უნდა გაერთიანდეს. არ უნდა დაუშვათ საქართველოზე ომის და ძალადობის გავრცელება და იმავდროულად უნდა განმოვაკიცოთ ჩვენი დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მესამე, მიმდინარე წელი ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების წელი უნდა გახდეს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში არ ნახულ პროგრესს მიაღწია ევროპისკენ სვლაში. აუცილებელია, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს და მეტიც დაჩქარდეს. როგორც აღნიშნე, პარლამენტმა უპრეცედენტო მოცულობის სამუშაო შეასრულა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და სექტორული ინტეგრაციის გასაღმრავლებლად. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი გავაკეთოთ, რაც უფრო ნაკლები იქნება ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან, მით უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩვენი ძალისხმევა. საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე არ არის ეჯიბრება. წინ რის წარმოჩენასაც ეცოდნენ დაბეჭდებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველოს ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობა. სასურველია თუ ევროკავშირის მაგალითს ნატოც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანებს უფრო ცხრად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლის შესრულებას ჩვენს ქვეყანას ისევე დაახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. დასასრულს მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველოს ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს ქართულ ოცნებას უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო ქართული ოცნების გამარჯვება იქნება. ამიტომ მოგმართავ, შემოგვიერთდით, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების წელი გახდეს. სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი ერთიანი და საერთო სამშობლოს საქართველოს უპირველესი ინტერესი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოგეხსენებათ